ამბავი დავით მეოთხე აღმაშენებელზე. ძველი დრო იყო, ქვეყანა შიშითა და ბნელით იყო მოცული. თურქ-სელჩუკთა ურდოები ულმობლად ატარებდნენ ხმალს ქართულ მიწაზე, აოხრებდნენ სოფლებს, ანადგურებდნენ ეკლესიებს, კლავდნენ კაცობას და სძარცვავდნენ ხალხს. სწორედ ამ მძიმე ჟამს 1099 წელს საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა დავით ბაგრატიონი, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა, სულ 16 წლის. პირველ ხანებში არავინ მოელოდა, რომ იგი ქვეყნის გადამჩენელი გახდებოდა. მაგრამ დავითს დიდად ჩაესახა სამშობლოს სიყვარული და სიბრძნე, რომელიც მხოლოდ ცოტას ემადლება. მან იცოდა, მხოლოდ מחვილით ვერ მოიპოვებდა საქართველოს დიდებას. საჭირო იყო გონიერება, მოთმინება და რწმენა. დავითმა პირველ რიგში ქვეყანა შიგნიდან გააძლიერა. ფეოდალებს უზღვეველი ძალაუფლება ჩამოართვა და მეფის ირგვლივ ძლიერი ხელისუფლება ჩამოაყალიბა. საგადასახადო სისტემა გაამარტივა, სამეფო ხაზინა გაამდიდრა და რაც მთავარია, შექმნა მეფის პროფესიონალური ჯარი. ეს ჯარი მეფის პირდაპირ დაქვემდებარებაში იყო და მხოლოდ ქვეყნის დაცვას ემსახურებოდა, არა კერძო ბატონს. შემდეგ მოვიდა ბრძოლების დრო. 1121 წელი დადგა. ქართველთა მეფე ქრისტიანული სამყაროს იმედად იქცა. დიდგორის ველზე ის პირადად გაუძღვა ქართული ლაშქარს თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმიის წინააღმდეგ. ბრძოლა სასტიკი იყო, მაგრამ გამარჯვება ქართული. დიდგორის გამარჯვება იმ დღეებში სულიერი შუქივით განათდა მთელ ქვეყანაში. მეფემ თქვა, ამით მოვიგეთ გამარჯვება რწმენითა და ერთობითა. მალე დავითმა თბილისიც გაათავისუფლა, ქალაქი, რომელიც საუკუნეზე მეტი სელჩუკთა ბატონობის ქვეშ იყო. 1122 წელს თბილისი საქართველოს დედაქალაქად გამოაცხადა. ქართველმა ერმა სუნთქვა დაიწყო და მეფემ არ დააყოვნა. დაიწყო მშენებლობა, განათლების გავრცელება, ეკლესიების აღდგენა. გელათში აკადემია დააარსა, ადგილი, სადაც სწავლობდნენ ფილოსოფიას, ღვთისმეტყველებას, ასტრონომიასა და მედიცინას. ხალხი მას არა მხოლოდ როგორც მეომარს, არამედ როგორც ბრძენს იცნობდა. დავითმა საქართველო ისე განამტკიცა, რომ ერთიან და ძლიერ სახელმწიფოდ აქცია. მისი მეფობის ბოლოს ქვეყანა გაერთიანებული, დაცული და განათლებული იყო. 1125 წელს დავითმა აღსასრული იგრძნო და თვითონვე გადადგა ტახტიდან. სიკვდილის წინ გელათის მონასტერში წერდა თავის გალობანი სინანულისანი, ლოცვას, რომელშიც მეფე თავმდაბლად და გულწრფელად აღიარებს წოდვებს და მადლიერია ღმერთისა. დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხეს. მას ეძახიან მეფეთ მეფეს, აღმშენებელს, გმირს, მამას, განმანათლებელს. და მართლაც იგი იყო არა მარტო ქვეყნის გამაერთიანებელი, არამედ სულიერი მნათობი.